22 იანვრის დილა საქართველო გაიღვიძა. ჩქარი ნაბიჯებით ხალხს სამსახურში ეჩქარება. ზოგი სკოლაში მიდის. ზოგს უნივერსიტეტში აგვიანდება. ჩვენ კი ველოდებით კაცს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტობა დააბრალა. ის ვერებს დღესდასვენების დღეა აქ? ყველა მომსწრე ყველაფერს ვერ გეტყვი, ხა ასე ვიაროთ, წავიდეთ ახლა. დასვენების დღე აქ უბრალოდ ეს მაინტერესებს რომ ვთხრათ. ყველაფერს გეტყვი. შეებულება აქ არ დადაგები დაიწყო ბატონ პრეზიდენტს. ყველაფერს გეტყვით. და მის ნაცვლად საქმეებს ვინ გადაწყვეტავს, ვინ მოაგვარებს შეწყალების აქტებს, ხელს ვინ მოაწერს. სამსახურში რომ არ დადის, სახლიდან მუშაობს დისტანციურად? ახლა უკვე დილის 10 საათია. პოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტი ჯერ ისევ სახლშია. მიხეილ ყაველაშვილს ვერავაკის გასაყართან შეწყალებაზე სალაპარაკოდ მივაკითხეთ. სად და რა ვითარებაში მოაწერა ხელი, შეწყალების აქტს დაუდგენელია. სად და რა ვითარებაში წაიკითხა, გაიაზრა და შეაფასა 613 სისხლის სამართლის საქმე ბუნდოვანია. კითხვები ბევრია, პასუხები ცოტა. დილა გათენდა. თბილისი სწრაფი ტემპით ცხოვრების რეჟიმზე გადაერთო. და ამ დროს კი ისევ სახლშია. არალეგიტიმური პრეზიდენტი სამსახურში რატო არ მიდის? რატო არ მიდის სამსახურში, მაინტერესებს. სიარული აღმოსავლეთ ვარდოვიაროთ. უკვე ძალიან გვიანი არის. წესით დაწყებული არის სამუშაო დღე ყველგან. ბატონი მიშა რატო არ მიდის სამსახურში? მზე დიდი ხნის ამოსულია. ნაშუადღები ახლოვდება. კაცი კი, რომელსაც პრეზიდენტობა დააბრალეს, ისევ არ ჩანს. ამასობაში ყაველაშვილთან სახლში დილით სამთავრობო მანქანით წასული სიდეთვი დაბრუნდა. ძალიან ლამაზი ბატონო ბრძანდა. 22 იანვარი სამუშაო დღეა. პირველი საათი ხდება. ყაველაშვილი ისევ სახლშია. დაცვა გარეთ ელოდება. ისიც დაიღალა. არაფერი იცის. თაყაიშვილის ქუჩაზე გარიჟრაჟიდან მობილიზებულ შაბათის ეთერს ფილიპინების საპატიო კონსული გვამჩნევს. ცნობის მოყვარე დიპლომატი ცდილობს დაადგინოს ცნობილი მეზობლის სახლთან ჩვენი დგომის მიზეზი. ება პირველიდან ვართ ბატონო და მაინტერესებს ნერვიულობ. რატო? ქვეყნის ბედზე პრეზიდენტი სამსახურში რატო არ მიდის? ვინითაც რო არის სამსახურში. არ არის, არ გასული დიდი ხანია ბედილას დავიშვიდე გუიოსალ მეცავ. არა, არ გინახავს თქვენ. როგორ არ გასულა სახლი და რომელ საათზე გავიდა? ადრე გავიდა, მე კუსტაზე მიდიოდი და ისინი რომელ საათზე გავიდა? ადრე გავიდა, იმიტომ სადღაც მიდიოდა მე მithქვა არა. თუ ბატონ მიხეილზე საუბრობ, დილა შევხვდი. რომელ საათზე შევხვდით? ალბათ 8 ალბათ. არა, 8-ზე არ გასულა ის სახლიდან. და მე კუსტაზე რო წავედი, შეიძლება 8 არ მქონდა, დანიშნულ დავდივარ დილაობიდან. და ხე მივესალმე ვიდეოდა რაღაცებზე ვისაუბრეთ. რაზე ისაუბრეთ? ცხოვრებაზე. ახლა ფილიპინების საპატიო კონსული თემურ ჭიჭინაძე ცდილობს ის უხერხულობა განუხტოს, რომელიც ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად გამწესებული კაცის სახლში დაუსრულებელი ყოფნის გამოიქმნება. თუმცა მას შემდეგ, რაც ბატონი თემური იგებს, რომ აქ დილა ადრიან მოვედით და ყაველაშვილი კუსტბაზე სასეინოდ ჩვენ გარეშე ვერ გავიდოდა, ნებდება. ზუსტად რო არ გახსოვთ, როდის გახვედით? არა, ეგ მაგარ ხავა, რომ თუნდაც რომ ჩვენ დავხდებოდ იმას ვიზარდეთ. გათენებული იყო ხო უკვე? როგორ გითხარ ეხა ვერ მოგატყუებს, მაგრამ კაი ადრე იყო რა. კაი ადრე იყო. მე მგონი დროში ცოტა გერევათ, იმიტომ რომ არ გასულა სახლიდან. არა, ეხა მე არ ვიცი თქვენ რატო ცოტა ხნის წინ ყველაფერი ახსოვდა. კუსტბაზე გაცილების სცენის და გულთბილი მოკითხვის ჩათვლით. ახლა დაავიწყდა და წავიდა. კაი ბიჭი ხარ თუ ხარ, ჩემთვის ისეთი პიროვნებაა ძალიან დადებითი და გადავეცი ეს შევი მადლობა. აჰა. იმ ხალხის კარგი, დრო არ გახსოვთ ესე იგი ზუსტად რომ არა, დროს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვერ მოგატყუებთ, არ მიყვარს. ნახევარი დღე გავიდა. გავიცანით ყაველაშვილის მეზობლებიც და შევისწავლეთ მთელი მისი სადარბაზოც. ის უყურადღებო ყოფილა. ფოსტას არ ამოწმებს. 4 თვის წინ მის სახელზე გაგზავნილი ამომრჩევლის ბარათიც ქვითრების ყუთში ხელუხლებელი თევს. შუადღით 3:30-ზე მიხეილ ყაველაშვილის ბინიდან სიმღერის ხმა ისმის. ხვდებით, რომ ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად გამწესებულმა კაცმა გაიღვიძა. სამზარეულოში ფუსფუსი იწყება. ასე სრულდება სადილის დრო.
შუადღის 3 საათი. ამ დრომდე სახლში რატომ არის გამოკეტილი იზოლაციაში? ხალხი ძალიან ნერვიულობს ქვეყნის ბედზე. არა აქვს საქმე? 22 იანვარს მიხეილ ყაველაშვილი სამსახურში შუადღის 4-ის ნახევარზე წავიდა. ბატონო მიშა, ამ დრომდე რატომ მეგვიანებთ სამსახურში? შესაწყალებელთა სია, ვინ დაგიწერათ რომ მითხართ, ბატონო მიშა? ამ მოკლე ექსპერიმენტით ჩვენ გაჩვენეთ, რა რეჟიმში დადის ორბელიანების სასახლეში კაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობა დააბრალა. ახლა მთელი ოლიგარქის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ყაველაშვილმა რეკორდულად მოკლე დროში 613 პატიმრის სისხლის სამართლის საქმე წაიკითხა, გაიაზრა, იფიქრა და დაადგინა, რომ ისინი ციხიდან გამოსაშვებები იყვნენ. ბატონო მიშა, ვინ დაგიწერათ შესაწყალებელთა სია, კრიმინალურ სამყაროს გრევი გაუკეთეთ ამ შეწყალებით, ბატონო მიშა, თქვენი მეუღლე ხებულობდა თუ არა სიის შედგენაში მონაწილეობას? უბანში რატომ დადიოდა ციხეში მჯდარი ადამიანების პირადობის მოწმობების შესაგროვებლად? მიხეილ ყაველაშვილი არ გვპასუხობს, ან ვერ გვპასუხობს, რადგან არც საქმეები წაუკითხავს და არც თავად გადაუწყვეტია, ვინ უნდა გამოეშვათ ციხიდან. ბატონო მიშა, გინესის რეკორდებში მოხვდებით, იცით? ისე სწრაფად შეისწავლეთ 6-ზე მეტი საქმის მასალა. როდესაც პრეზიდენტი დუმს, ჩვენ მის ქალიშვილს ვეკითხებით, მან ხომ არ იცის, როგორ შეადგინა შესაწყალებელთა სია ბატონმა მიშამ. ან ხომ არ ეხმარებოდა ციხიდან გამოსაშვებთა გვარების ჩამოწერაში მეუღლე ქალბატონი თამარ ბაგრატიონი. პატიმრების სიის შეწყალების ნაწილში, თუ აგროვებდა პატიმრების პირად ნომრებს, თუ იყო მისი ინტერესი კონკრეტული პატიმრის შეწყალება, ვინმეს დაეხმარა ამითი მამათქვენი პატიმრების შეწყალებით? 6 დღეში როგორ მოახერხა, მართლა საინტერესო არის 613 ადამიანის შეწყალება. რა მუხლებით ეხებწვანელა კონკრეტულად? ნახვამდის. ორბელიანების სასახლეში ახლა იმის გასარკვევად მივდივართ, ხომ არ შექმნეს შეწყალების კომისია, რომელსაც დღე და ღამე გაასწორებინეს პატიმართა საქმეების შესასწავლად. გამარჯობა. გამარჯობა. შეწყალების კომისიაში როგორ დავრეკოთ, ვინ არის ხელმძღვანელი, რო გითხრათ? კომისია არ არის, ანუ ჩდება კითხვა, არის თუ არა 613 პატიმრის საქმე, მიხეილ ყაველაშვილის და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე კაცის წაკითხული, გააზრებული, რისკებს შეფასებული და გადაწყვეტილება მიღებული. არა, ეს ასე არ არის და ჩვენ მოგიყვებით, რატომ? ხალხთან თამთა შეწყალების კომისია ფიზიკურად, როგორც ასეთი არ არის დაკომპლექტებული, ანუ არ არსებობს და შესაბამისად რაღაცა სტრუქტურული ერთეული რო დაუკავშირდეთ, ასეთი არ გახლავთ. კომისია არ არის, ანუ ჩნდება კითხვა, არის თუ არა 613 პატიმრის საქმე, მიხეილ ყაველაშვილის და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე კაცის წაკითხული, გააზრებული, რისკებს შეფასებული და გადაწყვეტილება მიღებული. არა, ეს ასე არ არის და ჩვენ მოგიყვებით, რატომ? გამოვიდა ხო? კი. შეიწყალა პრეზიდენტმა, ანუ ყველაფერი რიგზეა. კი. განცხადება ჩვენ ხთან ხომ გამოაგზავნა ბატონმა შალვამ. თუ ციხეშივე დაწერა. ახლა სატელეფონო კავშირზეა დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის ძმა. აკაკი ზამბახიძე გვიდასტურებს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით 2021 წელს გასამართლებული შალვა ზამბახიძე სახლშია. ალო. ბატონო შალვა, გამარჯობა, ახალი ადმინისტრაციიდან გირეკავთ, გილოცავთ გათავისუფლებას. მადლობა. შეწყალება ციხეში დაწერეთ თქვენ? კი. როდის დაწერეთ? 17 რიცხვში. ჩვენებმა გითხრეს ხო, რომ უნდა დაგეწერათ? ხო, კი. პოლიციის მაღალჩინოსანი შალვა ზამბახიძე რეჟიმმა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. ზამბახიძეს ჩვენ დავურეკეთ და ადმინისტრაციის თანამშრომლად გავეცანით. ზარის მოტივად კი ფაქტის გადამოწმება დაუსახელეთ. მან გითხრა, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუწერია. ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და 17 იანვარს ხელი მოაწერინეს. 20-ში კი უკვე სახლში იყო. 17 იანვარს დაუწერე განცხადება და გამოგვიშვეს 20 იანვარს. განცხადების ტექსტზე ციხეში ხო ჩვენებს ესაუბრებოდით?
ხო, რა თქმა უნდა, დაბეჭდილი იყო ის შეწყალების ტექსტი და შეიძლება ვაწერე. ანონიმური წყარო, რომელიც ამ პროცესების შესახებ ინფორმაციას ფლობს, გვწერს, რომ ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ არჩევნების წინ დაპირდა. ოღონდ ციხიდან ყველა არ გამოუშვეს, პირობა მხოლოდ მათ შეუსრულეს, ვინც ისედაც მათთან იყო. რეალურად 20 დღე კი არა, 6 დღე დასჭირდა 613 ადამიანის შეწყალებას. პირველიდან 12 იანვრამდე დასვენება იყო. კანცელარია და პენიტენციური დაწესებულება არ მუშაობდა. 12 რიცხვამდე არც რაიმე განცხადება იტვირთებოდა და ვერც პირადი საქმეები გაიგზავნებოდა. ამიტომ შეწყალებებს ჯერ კიდევ ზურაბიშვილის სახელზე აგზავნინებდნენ. არალეგიტიმური ინაუგურაცია 29-ში იყო და მხოლოდ მაგთარიღის შემდეგ შეეძლოთ გაეგზავნათ ყაველაშვილზე განცხადება, რაც პროცესებს ურთულებდათ. რასაც ანონიმური წყარო გვწერს, მტკიცებულებით დასტურდება. შაბათის ეთერის გუნდმა დაადგინა, რომ ციხიდან შეწყალებით გაათავისუფლეს ქართული ოცნების მხარდამჭერი ბაღდათიდან თორნიკა გრძელიძე. მან ციხე 20 იანვარს დატოვა. გრძელიძის ძმა გვიდასტურებს, რომ ციხეში განცხადება შეწყალებაზე ციხის ადმინისტრაციამ დააწერინა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს. განცხადება როდის ქონდა დაწერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თუ არ ქონდა განცხადება დაწერილი? ქონდა დაწერილი. როდის? სამღაც ერთი თვის უკან დააწერინა. ერთი თვის უკან დააწერინეს, ვინ დააწერინა? ციხეში დააწერინა. ვინ დააწერინა? ციხეში გამოიარესო და დააწერიეს თვითონ. ციხის ადმინისტრაცია. ანონიმური წყაროს წერილობითი განმარტებით ირკვევა, რომ პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია მათი ოჯახების პოლიტიკური კუთვნილებით ირჩევდა. ოცნების მხარდამჭერებს კითხვას ავსებინებდნენ და ამის შემდეგ აძლევდნენ შეწყალებაზე, წინასწარ დაწერილ განცხადებას, ხელმოსაწერად. ეს სიები არ მოსულა ოფიციალური არხებით, საუბარია კანცელარიის პროგრამა ან ოფიციალური სამსახურეობრივი ელექტრონული პოსტა. სიების მოსვლის შემდგომ გაყავდათ დაწესებულებაში მყოფნი და ეკითხებოდნენ ძირითადად პოლიტიკური კუთვნილების დასადგენ კითხვებს. გასაუბრებების შემდგომ ისმებოდა პლუსი, ან ცარიელი რჩებოდა გრაფა. ვისაც პლუსი ჰქონდა, სთხოვდნენ მეორე დღეს შეწყალება ოფიციალურად დაეწერა. თან გარანტიით 99%-ით გარეთ ხართ და ამბებით. ბევრს ვისაც პლუსი დაუწერეს და დაპირდნენ, არ მოაყოლეს შეწყალებაში, ამიტომ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში. შესაწყალებელი სიები დიდი ხნის წინ პარტიულ ოფისებში დამუშავდა. რასაც ანონიმური წყარო გვიყვება, გვიდასტურებს ერთ-ერთი შეწყალებული, თორნიკა გრძელიძის ძმა, რომელსაც სატელეფონო საუბრის დროს ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლად გავეცანით. დედა თქვენი ხო ისევ საჯარო სკოლაში მუშაობს? ია. არჩევნებშიც ხო იღებდით აქტიურად მონაწილეობას ჩვენს მხარდასაჭერად? იბანანი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რამდენი ხმა შეაგროვეთ ქართული ოცნების სასარგებლოდ? 30 ხმა გირაგათანი. კარგია, კარგი ციფრია, 30 ხმა კარგი ციფრია. დედა თქვენიც მუშაობდა ხო აქტიურად ბაღდადში? იბანანი. მან რამდენი ხმა შეაგროვა? არ ვიცი, რამდენი ხმა შეაგროვა, შემდგომი რუსიაგროვა. ბოლო რამდენი წელია გვეხმარებით არჩევნებზე? დაფოცნება ამოწევი, მუშაობს. ჩვენს მიერ მოპოვებული ანონიმური წყაროს წერილობითი განმარტებით და ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით დასტურდება, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ კრიმინალური სამყაროს წინაშე აღებული ვალდებულების გასტუმრებაზე ზრუნვა დეკემბერში დაიწყო. იცოდნენ, რომ 29 დეკემბერს შემდგარი ინაუგურაციის შემდეგ არაერთი დასვენების დღე მოდიოდა და ფიზიკურად განცხადებებს კანცელარია ვერ გაატარებდა. ამიტომ ციხის ადმინისტრაციის მოწოდებით წერილებს ჯერ კიდევ ზურაბიშვილის დროს აგზავნიდნენ. დაიბარეს პირდაპირ თანახმა იყვნენ თუ არა შეწყალებაზე, იმიტომ რომ ვიღაცები არ აწერენ ამ შეწყალებაზე ხალხს, მოაწერინეს ხელი ვინც თანახმა იყო და ანაბეჭდები აუღეს ორშაბათს. ჩვენ არაერთი პატიმრის ოჯახმა დაგვიდასტურა, რომ შეწყალება მათ არ უთხოვიათ და განცხადებები ყაველაშვილის სახელზე ციხის ადმინისტრაციამ დააწერინა. ჩნდება განცდა ქართული ოცნების მხარდამჭერების პატიმარი ოჯახის წევრების გათავისუფლებას დიდი სკანდალი რომ არ მოჰყოლოდა, სიაში რიგითებით შეიყვანეს. განცხადება როდის დაწერა მან შეწყალებასთან დაკავშირებით? შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა დეკემბერში ველოდებოდით და დეკემბერს პასუხს. დიახ. მოვიდა უარი პირდაპირ. დიახ. მოვიდა უარი და ამ ერთი კვირის წინ ციხის უმფროსმა დააწერინა თვითონ. ძალიან კარგი. შეწყალებაზე რომ დაწერე დაჩი უარზე იყო რომ ყოველთვის უარი მოდის და აზრი არა აქვს რომ დავწეროდა.
რა პრინციპით არჩევდნენ ციხის უფროსები, ვის უნდა დაეწერა განცხადება შეწყალებაზე. გათავისუფლებული პატიმრის დედასთან საუბრით ყველაფერი ნათელი ხდება. თქვენ ხო სამებაში მუშაობდით, ქალბატონო მაია? კი. არ იყვნენ მაღალი სასულიერო იერარქიის პირები საქმის კურსში, რომ ბაჩი მშავდებული იყო? ვაიმე, ტაქსში ვზივა და ბოდიშს გიხდით რა. ჩვენ დავადგინეთ, რომ ციხე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების კაპიტნის ლექსო კობაიძის 5 კლიენტმაც დატოვა. ისინი სასჯელს 117, 126, 126 და 178 მუხლით იხდიდნენ. ლექსო კობაიძეს ვკითხეთ, იყო თუ არა მისი კლიენტების გათავისუფლება ჯილდო, რომელიც ქართულმა ოცნებამ საარჩევნოდ ხმებზე ნადირობის გამო გადასცა. მისა ბატონმა ყაველაშვილმა ეს შესაძლებლობა, რომ ესე ვთქვათ, ერთი შანსი მიიღეს მათ სახელმწიფოსგან. ბატონმა ყაველაშვილმა მისცა ეს შესაძლებლობა, თუ თქვენ შეძელით ეს, როგორც ამადგარმა კაპიტანმა ქართული ოცნების? მე რა გითხრათ, მე ჩემი უფლებამოსილება ეგ არ არის, ეგ ბატონი ყაველაშვილს, ბატონი პრეზიდენტის უფლებამოსილება. დიდი სკანდალის მიუხედავად, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვს საუბარი ციხის უფროსებსაც. ბატონო დიტო, თქვენი დაწესებულებიდან რამდენი პატიმარი არის შეწყალებული? 154. 154 მთლიანად ქსნიდან, ხო? ანუ მე-15 დაწესებულებას გულისხმობ. დიახ. ძირითადად რომელ მუხლებზე არის აქ აქცენტი გაკეთებული? ყველაზე პირად არ მახსოვს. ქართულ ოცნებას არჩევნების წინ კრიმინალური სამყაროსთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ ციხიდან გამოუშვებდნენ მათ, ვისი ოჯახიც ოცნებას ბევრ ხმას მოუტანდა. როგორც ჩანს, პირობა რეჟიმმა ყაველაშვილის ხელით შეასრულა.